ახლა ახალი ამბები რეგიონიდან სპორტული დარბაზის მშენებლობის ნაცვლად სტალინის მუზეუმის ტვერის რეაბილიტაცია გორის მუნიციპალიტეტმა თავისუფალ ჭიდაობაში სპეციალიზებული დარბაზის მშენებლობისთვის 2010 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი 300,000 ლარი მიმდებარე ტვერის რეაბილიტაციას მოახმარა. საკრებულოში აცხადებენ, რომ დარბაზის მშენებლობაზე ტენდერი ორჯერ გამოცხადდა, თუმცა ტენდერში მონაწილეობის სურვილი არც ერთ კომპანიას არ გამოუთქვამს. 200 სპორტსმენი კი ამჟამად სპორტსროლის ერთ-ერთ მცირე დარბაზში ვარჯიშობს. ნუგზარ სხირელი ამბობს, რომ დარბაზის აშენების მსურველები პირველივე ტენდერისას გამოჩნდნენ, თუმცა არასაკმარისი თანხის გამო მშენებლობის დაწყებაზე უარი თქვეს. მწვრთნელი ასევე აღნიშნავს, რომ გორის გამგეობას მშენებლობის დაფინანსების გაზრდა რამდენჯერმე სთხოვა, თუმცა უშედეგოდ. მეორედ რომ დაიდო ტენდერზე, რატომღაც აღარავინ არ შემოვიდა ტენდერზე. აქ განგარიშებაზე იყო საქმე. არ ეყოფოდა ამ დარბაზის მშენებლობას. მე მივაკითხე გამგეობას. კერძოდ ხმიადაშვილს. და უთხარი, რომ ამ თანხაში არ იტევა ამ დარბაზის მშენებლობა და დამატება უნდა. სპორტსმენების განცხადებით, არასათანადო პირობებში ვარჯიშმა გავლენა მოახდინა ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადის შედეგებზეც. ლონდონში თავისუფალ ჭიდაობაში გოროლმა ფალავნებმა ლადო ხინჩიკაშვილმა და გიორგი გოგშელიძემ ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები აიღეს. Იზიგორ შეუძლებელი ამ პირობებში ვარ, იმიტომ რომ ამდენი ხალხის უნდა ზომო ერთმანეთს არ დავეცეთ, არანაირი ვენტილაცია ჩვენ არ აქვს. საქართველოს ნაკრებში არ არსებობს შეჯიბრება ევროპის ჩემპიონატი იქნება, მსოფლიო ჩემპიონატი, ოლიმპიური თამაშები 3-4 სპორტსმენი ყოველთვის გორიდან არის დაკომპლექტებული. გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე განმარტავს, რომ გამოყოფილი 300,000 ლარით სკვერის რეაბილიტაცია მხოლოდ მას შემდეგ გადაწყდა, რაც ტენდერში მონაწილეობა არც ერთმა კომპანიამ არ ისურვა. რამდენჯერმე გავიდა ტენდერზე და ტენდერზე არავინ არ შემოვიდა და ეს ვერ მოხდა ამ თანხის ათვისება. ვაპირებთ, რომ მომავალ წლის ბიუჯეტში ამ დარბაზის მშენებლობისთვის გავითვალისწინოთ თანხები დამატება. სპორტსკოლის დარბაზში, რომლის ფართი მხოლოდ 160 კვადრატული მეტრია, ამჟამად 200-მდე მოჭიდავე ვარჯიშობს. მათ შორის ევროპის, მსოფლიოს და ოლიმპიური შეჯიბრებების პრიზიორებიც არიან.